Vicenti ახლა გმირთა მოედანი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, სადაც იკრიბებიან საქართველოს მოქალაქეები. სწორედ დღევანდელი დღისთვის 6 სხვადასხვა ლოკაციიდან მოიწყო მსვლელობა, 6 მარში გაიმართა და ახლა გმირთა მოედანზე 6-დან 4 მარშის მონაწილეები იმყოფებიან. დაახლოებით 10 წუთში დანარჩენი 2 მარშის მონაწილეებიც მოვლენ. ამის შემდეგ კი დღის მთავარი კულმინაცია იქნება გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან ფიცს დადებენ საქართველოს მოქალაქეები. ეს ფიცი საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის დაიწერა. ლაშა ბუღაძე არის ამ ფიცის ავტორი და დღეს საქართველო კიდევ ერთხელ გააგონებს თელს ცივილურ სამყაროს, რომ გარუსებას არასდროს არ შეეგუებიან. დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. რუსულ ოკუპაციას, რუსულ რეჟიმს ხალხი დღეს ერთდროულად ეტყვის არას. 104 წლის შემდეგაც საქართველოსთვის ეგზისტენციალური საფრთხე არის სწორედ ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეები დღეს არიან ისეთი ერთიანები, როგორც არასდროს გადავსებული არის გმირთა მოედანი და ჯერ კიდევ როგორც გითხარით 2 მარშის მონაწილეები ამ ტერიტორიაზე არ მოსულან. ჩვენ შეგვიძლია ახლა რომ გავესაუბროთ გიორგი ქადაგიძეს. დღევანდელ დღეზე ვკითხოთ პირველ რიგში მას. ბატონ გიორგი, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. რა გაკვეთილი უნდა იყოს 1921 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, აი ახლა ამ რეალობისთვის, რა უნდა ვისწავლოთ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისტორია არ განმეორდეს? საქართველოს გარუსებას მოყვა უბედურება ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის საუკეთესო შვილების დახვრეტა, გადასახლება, რეპრესიები, არნახული რეპრესიები და ძალიან დიდი ხნით საქართველოს უკან დაიხია. დღეს ამის გამეორება უბრალოდ წარმოუდგენელი არის, შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის გარუსება, ბევრი შეცდომა დაგვიშვია ჩვენ შეიძლება სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ბევრი ისეთი რამ გაგვიკეთებია, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გარუსება ამ ქვეყნის არის შეუძლებელი, ვერანაირი რეპრესიები, ვერანაირი დაშინება, ვერანაირი ცემა, ვერაფერი ვერ ჩაკლავს თავისუფლების წყურვილს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წყურვილს. ამიტომ დღეს არის, დღე ხედავთ უამრავი ადამიანი არის, განწყობა შესაბამისი არის, ვერც ამ ქვეყანას ვერ მივატოვებთ და რა თქმა უნდა ვერ მივატოვებთ ჩვენ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ახლა ალბათ გვიყურებენ ნაწილი მათგანი და მათ უნდა იცოდნენ, რომ სანამ თითოეული ჩვენი თანამებრძოლი არის პოლიტპატიმრობაში და არის ოლიგარქიის ტყვეობაში, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, რაც რაფასიც არ უნდა დაგვიჯდეს ეს ჩვენ. ბატონ გიორგი, ოლიგარქის რეჟიმს აქვს მცდელობა, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, რომ თითქოს საპროტესტო ტალღა ჩაცხრა, მოქალაქეები აღარიან გაბრაზებული, აღარ დგანან ქუჩაში საპროტესტო, თუმცა დღევანდელ დღეს სავარაუდოდ მძიმე სურათი იქნებოდა ის ყველაფერი, რასაც ახლა პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს. ხედავთ, რომ გმირთა მოედანი არის გადავსებული. რას გაჩვენებთ ეს დღე? თქვენ, როცა საჭიროა ხალხი დგას ქუჩაში და გაქვთ მოლოდინი, რომ იმ ერთ დღეს, როცა უფრო მეტი ადამიანი იქნება საჭირო, მთელი ქალაქი სწორედ პროტესტით იქნება მოცული? აუცილებლად. პირველ რიგში ვინც ახლა ეკრანებიდან გვადევნებს თვალყურს, უნდა კიდევ ერთხელ მათ შევახსენოთ, რისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ არ ვყავდეს 700,000 სოციალურად უმწეო, იმისთვის, რომ ევროპული უსაფრთხოება გქონდეს, იმისთვის, რომ ევროპული პენსიები იყოს, ევროპული განათლება იყოს, იმისთვის, რომ მშვიდობით ვიცხოვროთ. ეს არის ის ბრძოლა საბოლოო ჯამში, რისთვისაც თითოეული ჩვენთაგანი იბრძვის. და რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა რეჟიმი, ეს რეჟიმიც ჩამოიშლება, დარწმუნებული ვარ ძალიან სწრაფად აღარ ითქვის უკვე სწრაფად იმ პროცესში, რა პროცესში ჩვენ ვართ, მაგრამ ყველა ის რეჟიმი თუ გადავხედავთ ისტორიას, თუ გადავხედავთ ავტოკრატების ისტორიას, ყველა ავტოკრატი ერთნაირად ასრულებს და ეს ავტოკრატული რეჟიმიც აუცილებლად ესე დაასრულებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ უკან დასახევი ჩვენ არ გვაქვს, შეუძლებელია რომ ეს პროტესტი ჩაცხრეს და ხალხის რაოდენობას დღესაც ხედავთ და კიდევ უფრო მეტი ვიქნებით, როცა ამის საჭიროება იქნება. დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ გიორგი ქადაგიძეს, ის ამბობს, რომ უფრო მეტი ადამიანი იქნება ქუჩაში გამოსული, მაშინ როცა ეს იქნება საჭირო, რადგან აქ ყველა აცნობიერებს, რომ უკან დასახევი ახლა არავის არ აქვს დარჩენილი და დუმილი ახლა არის დანაშაული. საქართველოს მოქალაქეების მთავარი სათქმელი არის დღეს, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის იფრიალებს საქართველოს 5 ჯვრიანი დროშა. დღეს როგორც გითხარით, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის
6 სხვადასხვა ლოკაციიდან მოიწყო მსვლელობები სპეციალურად იმ ადამიანებს მიეძღვნა, ვინც საქართველოს გარუსებას შეეწინააღმდეგა 104 წლის წინ და ჩვენ ვიმყოფებოდით მარო მაყაშვილის სახელობის მსვლელობაზე, რომელიც ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრა შეძახილებით საქართველოს მოქალაქეებმა მოიარეს თბილისის ცენტრალური ქუჩები, გაჩერდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიმბოლურად იმ ადგილას, სადაც სწორედ მარო მაყაშვილი სწავლობდა, გაიხსენეს 1921 წლის 23 თებერვალი, როდესაც ივანე ჯავახიშვილმა მიმართა საკუთარ სტუდენტებს და უთხრა, რომ ახლა როგორც ლექტორი, პროფესორი უნდა ეუბნებოდეს სტუდენტებს, რომ უნდა ისწავლონ წიგნი, კალამი უნდა აიღონ ხელში, თუმცა გაიხსენეს ივანე ჯავახიშვილის სიტყვები, რომ როდესაც საჭირო არის სამშობლოს დაცვა, აუცილებელია გააკეთონ საკუთარი გასაკეთებელი და შეეწინააღმდეგონ მტერს. მარო მაყაშვილი სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, რომელიც შეეწირა სწორედ 1921 წელს რუსულ აგრესიას. დღეს ბევრი ისაუბრეს მარშის მონაწილეებმა, რომ ისინი არ დაუშვებენ სწორედ იმას, რომ საქართველო გარუსდეს და ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ ეს ბრძოლა რა ბრძოლაშიც ახლა საქართველო არის დაწყებული არის სწორედ 1921 წელს და იმ გმირების გასაკეთებელს ახლა კულმინაციით დაასრულებენ და გაიმარჯვებენ სახელოვნად. ეს სიტყვები დღეს ძალიან ხშირად ისმოდა საპროტესტო მსვლელობის განმავლობაში, როდესაც მოეწყო სწორედ ვაკის პარკიდან გმირთა მემორიალამდე და მარო მაყაშვილის სახელობის მსვლელობა. აი ეს უნიკალური დღევანდელი საპროტესტო აქციები, შავი თბილისის 6 ლოკაციიდანაც არის დასტური, რომ მინუს ყინვის პირობებში, ამინდის პირობებში, რაც არ უნდა ძიმე კლიმატური პირობები იყოს, არავინ არ აპირებს უკან დახევას, რისი იმედის ჰქონდა რეჟიმს. ეხლა არც ციხეში გატყდა ხალხი და არც ციხის გარეთ გატყდა ამ ხალხის ნება, რომ ყოველდღე ვიბრძოლოთ ეროვნული ინტერესებისთვის, რომელიც გადის, რა თქმა უნდა, ევროპულ მომავალზე. ჩვენ დღესაც არსებითად ოკუპაციის წინააღმდეგ, რუსების წინააღმდეგ, ოღონდ მეხუთე კოლონის წინააღმდეგ, რომელიც შიგნით ქვეყანაში ორჯონიკიძეები არიან წარმოქმნილები, მათ წინააღმდეგ ვიბრძვით. ერთადერთი ისტორიული პარალელი არის ის, რომ დღეს საქართველო არის განუზომოდ უფრო ძლიერი, ვიდრე მაშინ იყო და ეს ოკუპაცია არ შედგება ძლიერა როგორც შიგნიდან, თავის საზოგადოებრივი მომწიფებულობით, შეუპოვრობით, ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიამ გვასწავლა, ჩვენი მწარე გამოცდილებით ვისწავლეთ ბევრი რამ და დღესაც მსგავსი გამოწვევების წინაშე ვართ. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ოკუპირებული აქვს რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20%, ძალიან ძლიერია რუსული გავლენა და დღესაც საკითხი დგას შემდეგნაირად ვიქნებით ჩვენ დასავლეთის იმ კულტურის, ცივილიზაციის თუ პოლიტიკური წყობილების ნაწილი თუ ვიქნებით რუსული გავლენის სფერო. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლაზე უარისკმას, რამდენი ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, რამდენი ადამიანიც არ უნდა დაიჭირონ. ჩვენ არ გავჩერდებით, იმიტომ რომ გასაჩერებელია უბრალოდ არ გვაქვს, უკან დასახევი არ გვაქვს და რაც არ უნდა კანონები თვითმარქვია პარლამენტმა წეროს, რაც არ უნდა ახალი სანქციები მოიგონონ, ჩვენ ჩემი თაობა ახალგაზრდები არავინ არ დავთმობთ საქართველოს ჩვენ ქვეყანას. ეს ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს ყველა ადამიანს ვიზეთ საქართველოზე გული შესტყივა, ყველა ადამიანის არათუ ნება ვალია, რომ ეს გზა მივიყვანოთ ბოლომდე, იმიტომ რომ ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე, იმიტომ რომ რუსული დიქტატურა ამ ქვეყანაში უნდა დამარცხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ რა გამოდის, რომ რისთვის იბრძოდნენ ჩვენი გმირები და ამდენი წინაპრები, ხო? ანუ მაშინ არაფერს აზრი არ ქონია, მაგრამ ეს არის მათი ოცნება, აი ამ რუსების, რასაც ვერ ეღირსებიან. დღეს ვამბობთ იმას, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს, თავისუფლებას, აბსოლუტურად ყველანაირს და ის რაც დღეს ხდება დასავლეთ საქართველოში, რომ ასეთი რამე აღარ მოხდეს და ხალხს მიექცეს მეტი ყურადღება. თავისუფლება ტყვეებს, თავისუფლება ყველა მოამაგე ადამიანს და მებრძოლს. ვერც ვიფიქრდი, იმიტომ გამოვედი ახლა 88 წლის ქალი, რომ ესე იგი მეორე არ მინდა გამეორდეს
პირველი რესპუბლიკის ამბავი მეორე ეხლა არ გამეორდეს. მე ჩემ წყვილს რაღაცას როგორც შემიძლია ვაკეთებში ვიყავ. გუმანთებული პატრიოტი ვარ ჩემი სამშობლოში. ამ წუთებში გმირთა მოედანზე ისმის საქართველოს ჰიმნი ერის იდენტობას, ვინაობას განსაზღვრავს მეხსიერება პოლიტიკური თუ ისტორიული. ევროპული მომავლის მცველებს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული მათი მეხსიერება არის ნათელი, მათ ზუსტად იციან ვინ არის მტერი, ვინ არის მეგობარი, იციან რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ოკუპაციას ისინი არასდროს არ შეეგუებიან და არ შეეგუებიან როგორც თავად ამბობენ ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. აქ ხალხი დებს პირობას რომ საქართველოს ისტორია აღარასდროს აღარ იქნება გლოვისა და მსხვერპლს შეწირვის ისტორია, საქართველოს ისტორია იქნება გამარჯვების ისტორია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, უკვე მარშის დანარჩენი ორი მარშიც შემოუერთდა სწორედ გმირთა მოედანზე, მსვლელობით მოვიდნენ ამ ტერიტორიაზე. ახლა შეკრება იქნება სწორედ აი ამ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით ამ წუთებში წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მემორიალთან ვიმყოფებით ახლა ჩვენ. აქ წუთიერი დუმილი არის, ახლა წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ გმირების ხსოვნას და ეს იქნება ის ადგილი, სადაც დღეს დადებენ საქართველოს მოქალაქეები ფიცს. ვიცით რომ ფიცის ავტორი არის ლაშა ბუღაძე, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დაიწერა ეს ფიცი და აქ ხალხი ერთად დაიფიცებს რომ საქართველოს გარუსებას, ოკუპაციას არასდროს არ შეეგუებიან და ბრძოლას აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დღეს არის პროტესტის 90-მე დღე. საქართველოს მოქალაქეებმა აჩვენეს სიძლიერე, მხნეობა, გამბედაობა მიუხედავად ყველანაირი რეპრესიებისა, რომელიც ოლიგარქის რეჟიმმა მოუწყო. ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავლის მცველებს თქვენ კაც ადევნებთ თვალს, რომ გადავსებულია გმირთა მოედანი. შეიძლება ითქვას, რომ ხალხის ზღვა არის ახლა სწორედ გმირთა მოედანზე გამოსული იმისთვის, რომ საკუთარი პროტესტი დააფიქსიროს, იმისთვის, რომ რეჟიმს უთხრას ხმამაღლა არა. საქართველოს მოქალაქეები და ყოველთვის აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რას ფიქრობენ ისინი რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით და ამ წუთებში, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გმირთა მოედანზე დაიდება ფიცი და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ რა აქვს სათქმელი აქ მყოფ ადამიანებს. ვინც არ განებდა, ვინც 100 წლის წინ იბრძოლა ჩვენი თავისუფლების მტრების წინააღმდეგ, მათი სულების წინაშე, რომლებიც დღეს დავწერიან ჩვენ. წარსულის და დღევანდელი გმირების 49 სინდისის პატიმრის სახელით ისტორიისა და მომავლის წინაშე ფიცავთ. არ მივატოვებთ სიმართლისთვის დევნილებს. სიტყვით და საქმით. ხელს ვუწვდით მათ და მათ ოჯახებს. ფიცავთ. ვიქნებით ერთად. ფიცავთ. ვიბრძოლებთ ბოლომდე. ვიბრძოლებთ საქართველოს თავისუფლებისთვის. ფიცავთ. თქვენ ახლა მოусმინეთ პირდაპირ ეთერში ვიც რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა დადეს ერთობლივად. ამ ფიცის ავტორი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, არის ლაშა ბუღაძე და აი ახლა აქ მყოფმა მოქალაქეებმა სწორედ გმირთა მოედანზე დადეს ეს ფიცი და გააჟღერეს სიტყვები, რომ იბრძოლებენ აუცილებლად ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბოლომდე და ბრძოლას ისინი არ შეწყვეტენ. პრინციპში ეს ისედაც ნათელია, რადგან საქართველოს მოქალაქეები უკვე ქუჩაში 90 დღეა დგანან და მათი სათქმელი სწორედ ის არის, რომ არ ეგუებიან არც რუსულ ოკუპაციას, არც რუსულ რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა მათთვის არის მიუღებელი.